მე ვიტყოდი, რომ ეს კიდევ უფრო დიდია, ვიდრე შენ აღწერე, მაგრამ ეს უნივერსალური არ არის. ეს ეხება მემარჯვენე პოპულისტურ რეჟიმებს, სადაც მთელი ძალაუფლება მთავრობას ეკუთვნის. ისინი ავრცელებენ იდეას, რომ მთავრობას რაც უნდა გააკეთოს, ძალიან ცოტა შეზღუდვა უნდა კონდეს. შეკავებისა და გაწონასწორების სისტემა და ასე შემდეგ. და ისინი ერთგულებას ყველაფერზე მაღლა აკენდებენ, მათ შორის პროფესიონალიზმს. და მართლაც, პროფესიონალიზმის იდეა აღიქმება როგორც რაღაც ინტელექტუალების მოგონილი, რაღაც ელიტებთან დაკავშირებული, არადემოკრატიული. და საჭიროა ჩვეულებრივი ადამიანები ასრულებდნენ სამუშაოებს. ეხლა ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობა შეიქმნა აშრსშ-ში 9/11-ის შედეს შემდეგ წლებში. გამომდინარე იმ მოსაზრებიდან, გამონძიებლების შეფასებით, რომ ამერიკული დაზვერვის სააგენტოების ლაბირინთში არსებული ქაოსი არ იყო სასარგებლო. არავინ იცოდა საბოლოო პასუხი. ეს არის ისეთივე სერიოზული საქმე, როგორც გულის შეტევა. და თითქმის ყველა წინა დირექტორი, პაულ ზიგბერგი ოდნავ ნაკლებად, ბოლო ტრამპის მიერ დანიშნული დირექტორი, მაგრამ ყველას ჰქონდა სტრატეგიული სამხედრო საგარეო პოლიტიკის ან ეროვნული უსაფრთხოების გამოცდილების რაღაცა ვერსია, იდეა, რომელსაც სცემდნენ პატივს, რომ ეს არის სერიოზული საქმე, რომელიც უნდა დაეკავოს ადამიანს, ვინც ამას კარგად გააკეთებს. რას უნდა დაასკვნან ამერიკელებმა იმ ფაქტიდან, რომ ტრამპი ნიშნავს 38 წლის უძრავი ქონების ადამიანს, რომლის მთავარი მიღწევა ისაა, რომ ის არის მაგას ერთ-ერთი ყველაზე ერთგული შემოწირულობების ორგანიზატორი და ფუნქციონერი. რომ ექსპერტიზას მნიშვნელობა არ აქვს და რომ ეროვნული უსაფრთხოება ასე ძალიან მნიშვნელოვანი არ არის. მხოლოდ ტრამპისადმი ერთგულებას აქვს მნიშვნელობა. და ხო, ამას ყველგან ვხედავთ. ისრაელში ეს მხოლოდ გოპმანი არ არის, რომელიც არც კი ყოფილა მოსადის თანამშრომელი. ეს ადრეანს მომხდარა, მაგრამ როგორც ადამიანი, რომელსაც კონკრეტული ჩონჩხები კარადაში აქვს და ეს მის შესაფერისობაზე აყენებს კითხვებს და აჩენს აჟიოტაჟს და დღესაც ამას ვხედავთ. სახელმწიფო კონტროლიორი დღეს ქნესეთმა აირჩია. ოპოზიციამ წარადგინა უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე. ღმერთმა დაგვიფაროს, ის კვალიფიციურია და თანაც კონსერვატორია. კონსერვატორი მოსამართლე სახელად ელრონი. ნეტანიაჰუმ სახელმწიფო კონტროლიორის პოსტზე თავისი პირადი ადვოკატი წარადგინა, რომელიც მის მთავრობის ქმედებებს გამოიძიებდა. ეს იმდენად აბსურდული იყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტურის კენჭისყრა საიდუმლო იყო, როგორც ჩანს, კოალიციამ აიძულა დეპუტატები საიდუმლო კენჭისყრის უბანზე ტელეფონით გადაეღოთ საკუთარი თავი, რათა დაემტკიცებინათ, რომ სწორად მისცეს ხმა. რაც სკანდალად იქცა. და ეხლა ამავე უზენაეს სასამართლოში საჩივრების მიზეზი გახდა. დიახ, ასე რომ ზუსტად შემდეგ ამბავზე გადაგვიყვანეთ, რომელსაც ახლა ჩვენს მაყურებელს დეტალურად განვმარტავთ. მაგრამ მინდა მადლობა გადაგიხადოთ დენპერი, რომ სტუდიაში იყავით ჩვენთან ერთად და გაგვიზიარეთ თქვენი ხედვა ამ რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. როგორც ყოველთვის, ვაფასებ ამას.